მოკლედ არ ვიცი ხა რამდენად უნდა გეუბნებოდა მე შენ ამას, მაგრამ მაგას ქმარი ყავს. ბაია, ეხლა ისეთი რამე მოხდა არ დამეჯერებ. ხომ მშვიდობაა? მარინა იყო მოსული, შენი თალიკოს ნათესა. მარინა შენთან რა უნდა? საქმე იწელებაო, ბაიამ სარჩელი გამოიტანოსო, ბინა გავყიდოთ და ფული გავიყოთო. ბაბო, მოვიფიქრე. მართლა ავდგები და წავალ, მე გავიპარები. კარგი გოგო. просто მართლა არ მინდა და შენ წვენება მართალი ხარ ჯობდა რა თავიდან რომ მეთქვა. კაი, ხა ბოდიშეს ნუღა მიხდი რა. გასაგებია რომ შენთვის გინდა რაღაცას აწყობა, მაგრამ ნუ ალბათ მეც მიმსახურებდი რომ ცოტნოდა რა, თორე ეგრე ხო მიგაკავებს შენ საქმეს როგორც ჭირდება, ისე უნდა მოიქცე. ბიჭო, ადრე წამოვედით რა და ახლა ბაბა. ბიჭო, დავხვდით და ყველაფერი იქნება დღეს თბილისში რა. რა მე ხო არ გაგწუხა. არა, არაფერი, ყოლა მთელი დღე მარბენინეს და დამხალეს რა. ხოთი დავიღე? კი. აუ, მანქანაში დავჭადო. აი და იგივე მე რა მომიტა. აუ, არა, მჭირდება რაღაცა უნდა მახოშე, მიგეხვეწა მიდი რა. აი, გავალ და მო. აჰა, რა ნინა იხოდება ნენელაში. აი რა სიხოდება რა ხედავ დაგრუზული და დავეღალე. მოიცი, სახში რო იჯდა და რაღაც კალიკებს რო ყლაპავდა, იმითი არ იხლებოდა? ნუ რა ვიცი, მამე კარგიც არის მაგისთვის ეს იქნება ცოტა მოიხოდეს. ბიჭო, ხო ამ მდგომარეობაშიო, ეხა ეს, ანუ ეს მდგომარეობა ამ დროისთვის კარგიაო, ხო გითხეს არა? ხო დააგინა ვაცადოთ რა. რა უნდა, რამაზეს ელაპარაკე? რაზე? რაზე, ბიჭო? სერვის ცენტრის იდეაზე. აუ ექს დამავიწყდა ზურგან. არ ვიცი. რა ვქნა ზურგა, ეხა სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი და დამავიწყდა. ძმობას გეფცებ არასერიოზულად უყურებ ამ ამბავს, ხო? შენ თავს მიცავარ, ძმობა, მთავარია პროსტა დასაწყისში ვინმე დაგვიდგეს გვერდში და აი მაგრა მოვხოდავთ ამ საქმეს რა. ვიცი. დავალაპარაკებ. რა? საბუთები ნამჭა, პოჩი. ხოთში. ბიჭო, ნახე რა, მე დავრეკე იქ და მოგეთ იქ არ იქ დამჭა. აი არა უშავს ვინმეს გამოვატანთ. ხო გეუბნები ძმაო რა არა ფორმაში და აი მართლა დაგჭა და დაგჭერთ მაგის დედას ვატირე რა. აი შენ ნუ აპრობლემებთ ხა რაღაცა სისულელეს რა. საბუთების გულის ვისწავლედი და დამჭადო. ამერიკინი ერთებს რა მეტალიკონი მაქვს მანქანაში. ალო.
გამომარჯოს მიშა. ხო მე ვარ. კი, აი მაგამ ბავზე გირეკავდი ეხა გაკრას რა. ხო რა ის აღამომდე რომ იყოს თბილისში ოღონდ რა. გაიხარეთ მამა მადლობა დიდი. გაიხარე კარგად. Всё. ჯუინეს თუ შეიძლება წამოღება მე რას გამაგზავნეთ და აი ეხა ატრაკებ რა მარტო საუთების გამო ხო არ წასვხარი ხო? აუ კაროში წავედი რამე სახში რა. მოდი აქ სად მიდიხარ? აზრია ძმაო. უბრალოდ თბილისში გადიხარ? ო, გავდივარ. გაუმარჯოს უფროსო. ორი საუფროსო ადგილი გვაქვს წინ? აგერ უკან არის ორი საუფროსო ადგილი. მოიცა კაცო, უკან საუფროსო ადგილები გაქვს? აბა წინა ზიანდა ახლა. შენ გოგიამ დაგირეკა? ბიჭო, გოგიამ დამირეკა, მაგრამ ორსული ქალიბიზის წინა და უკან ხო არ გადავიყვან არა. მე უკან მოგვეჩი ორი საუფროსო ადგილი, ყველა ორსულად ხო არ არის მან. ბიჭო, გითხარი უკან არის ორი ადგილი, თუ გინდა დაჯექი რა. მე кайფებიან რა. ლამარაბა, ნინის მიმიხედე იცოდა. აღარ ვიყო. ნინი. ის გიერი ხარდა. ექიმი ქალია? აბა კაცსა ხوار მიიღო. რა დავიყო. ინო ჩაჯექი მანქანაში გიგას რაღაც საქმე აქვს. გამეტარე. ჩაჯექი დროზე. არ მინდა მაგასთან ლაპარაკი. რომ გარბი ხარ, სად გარბი ხარ? მე შენთან დავამთავრე ლაპარაკი. და მე რო ჯერ არ დამიწყია? რა გინდა? ახი მორჩი ხარ ესეთ ლაპარაკს რა, წესიერად დავილაპარაკო. რა გინდა? შეცვალე ახლა ტონი და ადამიანურად დავილაპარაკოთ მეთქი. ადამიანურად ლაპარაკი შენ არ შეგიძლია. მომისმინე ხა კარგად. მე შემიძლია ადამიანურად ლაპარაკიც და არა ადამიანურადაც რა. გაჩნია ვის ველაპარაკები სად და როგორ. ცოტა ეჭვი მეპარება იმის შემდეგ რაც გააკეთე. და საერთოდ გამაგებინე რა გინდა თავს რატო არ მანებებ? არ დაგანებებ ხო იცი რა. გიჩვენია შენ დაანებო თავი აი იმ სირსინას. თორე რა სიზამ? იწვე? ჰა? ხო იცი რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. საერთოდ აქ რატო ხარ? შენ არ უნდა იწვე ხო? შენ და გარეთ რაღაცებს მიქარავ და მე გამოვედი მაგიტო. მომისმინე იმ დღეს შენთან იმიტომ არ მოსულ რომ ყველაფერი დამავიწყდა და შენთან შერიგება მინდა. შემეცოდე ხო მამა ჩემო მთხოვა მოვედი და ვიფიქრე ცხოვრებაში ერთხელ ადამიანურად დაგელაპარაკებოდი მაგრამ როგორც ხედავს საერთოდ არ შეცვლილ ხარ რა ადამიანურ ლაპარაკზე მესაუბრები საერთოდ რა უნდა მეკრა რა გადამესვა ხელი დამელოცეთ ორივე ხო ის სირი და შენ მომისმინე შენი დალოცვა არავის არ ჭირდება გაიგე და საერთოდ შენი საქმე არ არის ვისთან მექნება ურთიერთობა და ვისთან არა ამას მე თვითონ გადავწყვეტ ერთი წუთით მე რომ გიცხარ რომ მე გადავწყვეტ შენ გადასაწყვეტ თქო ჰა მე რომ გითხრა რომ იმ ლევანისთან მივალ და ვეთქვი რომ დედას მოგითხრავ თუ თავს არ დაანებებ მეთქი რა გინდა ლევანთან რა მინდა და კიდევ ერთხელ გეუბნები ნინო კიდევ ერთხელ დაგინახავ აი მაგასთან ერთად და ორივე ტრუპი ხართ ბოზიშვილი ვიყო მომისმინე მე შენი არ მეშინია მაგრამ ლევანს თავი დაანებე იცავ ხო? გული მერე ვარ რო გიყურებ. იცოდე ყველა ნაბიჯს ვაკონტროლებ. ერთი ნაბიჯი კიდე და ტრუპი ხარ. ტრუპი ხარ დედას ფიცავარ. გაიგე შენ! მოჭი ზოგა. მომოქცი ერთ სამყუროა რა რაღაც მოვიფიქრე. იმ ამბავზე? რა იმ ამბავზე ტატოზე გეუბნები. რა აბა. ტატოზე რო გითხრას ყურადღება გადაატანინეთ რა. ანუ ეგ არ გამოდის. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ რა. ანუ რაღაც საქმე გავაკეთებინოთ. ოღონდ ეს საქმე რო არ გვჭირდებოდეს ჩვენ. რა?
აგიხსნე ხა ნორმალურად რა. ანუ ჩავაბარო თვითონ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე რო დრო წაიღოს. ამაზე ეგონოს რომ რაღაცა საქმეს აკეთებს და რეალურად ჩვენი საქმე არ გჭირდებოდეს რა. რაღაცები მოვატყუოთ ამ. ხო, ეხლა სულ ხო არ ვატყუებთ. ხო, მაგრამ დებილი ხო არა, მიხვდება შეჭმა და ტეხავს. აი რა ტეხავს, რომ თავარია ის იქნათ რომ ანუ ვერ მიხვდეს. ისე ეგიდია მეც მომწონს. აი და მაინც აი რა უნდა მოვიფიქროთ. და პროფესიით ვინ არის დადო? ან ეკონომისტი, ან ფინანსისტი. ხო და აუდიტი რო ჩააბაროთ? არა რა აუდიტი და. მამით რა თქვა იდეა. რა აუდიტი? ხო, რა შიდა აუდიტს ჩავაბარებ. თქო, მართლა კი არ ჩავაბარებ, თან ილუზია შევქმნით რომ ვითომ რაღაც საქმეს აკეთებს რა. თან ეგ ისეთი მორტალი საქმეა რომ დიდ დროს წაართმევს. მე იჯდეს და რამდენიც უნდა იანგარიშოს. ხო, მაგრამ იზამს. ეგ იზავს თუ არ იზავს, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ მაგ საქმეს მე ვინმეს გავაკეთებინებ. თავარია რომ ეს დაკავდეს. კარგია, მაგრამ რავი, დაგთან ხდება? ხო და თქვენც ნუ ეტყვით მერე. პირდაპირ უთხარით რომ გადაწყვეტილია ეს საქმე და მაგის პასუხს უნდა ელოდებით. ხო და თან რაღაცა ეგეთი აქვს დამთავრებული რა. ხო, თან სადაც მუშაობდა ბახოდ მაგ. ხო და ისე უნდა ვქნათ რა, რომ ვერ გაიგოს რა. თან მევასება ეს ციფრებთან ურთიერთობა რა და მოეწონება მაგრად. ხო, რავი, დაველაპარაკოთ რა. ოღონდ მალე უნდა ვქნათ, თორე ეგ თუ სახში ჩარჯდა, მე ვეღარ გამოვიდა. არა, დილას ავიდეთ და დაველაპარაკოთ რა. ალო. კარგად მანჩა შენ? რა ხდება? აი, თუ მეცხრება შემოვივლი. მანჩო იყო. რა უნდა? თუ გეცხრება შემოიარე სამსახურშია. რა თუ რაზე? აუ, რა ვიცი. მოსაწვევები შენ გაქვს ხო? სად მიდიხართ? ჩვენს ახალ ფართიზე მივდივარ და არ გინდა რომ წამოხვიდე ჩვენ. არა, რაღაც საქმეები, მაგრამ მე დაგირეკავ რომ ნახო. შენ რა საქმიანი გახდი ამ ბოლო დროს? რას ვიზავთ? აი, ცოტა ხანში გავიდეთ მაშინ ჩვენს რა. ხო. შენ დედა, ტელეფონს მოგვეცი რა. აბა. გამარჯობა. როგორ ხარ? რა ვიცი არა მიშავს. ასე ზაცა. რა ვიცი წამალი დავდე სადღაც შენ თახში ხარ იქნება. იმათ სამაცადენო არა? არა, დაჯექირთ. სანდრო ნახე გუშინ. სად? დამირეკა გნახაო. ყოფილი მომიყვა რაც ელაპარაკეთ. მერე? რა მერე მართლა ძალიან მოწონ ხარ თურმე. აუც. ხო რა საპირებ? რას უნდა ვაპირებ და ქმარი მყავს. ძალიან კაი ბიჭია სანდრო. აქამდე ვერ ხვდებოდი რომ მოწონ ხარ. ხვდებოდი, მაგრამ არ მეგონა თუ მეტყვად. ვერცი ვერ ვიყავ. ძალიან მომწონს ახალი მასწავლებელი. მართლა ძალიან კაი გოგო. ხო, ლიზაც აქებს ძალიან. რა კაია რა. ხო და ძალიან და ვაფშე ახალგაზრდები ყოველთვის უკეთესია. აპერაგზე რა სიტყვა ძვირფასო? უკეთესია ეს. ძალიან კარგი. ძალიან როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად. შენ უნივერსიტეტში არ ხარ? არა, დამთავრდა უკვე ლექციები. მოდი. რას კითხულობ? დავით, შენ წიგნებიდან ავიღე. დე, მე კახასთან ვაპირებ ისევ გადასვლას. რატო დედა? ეხლა არ გადახვედით აკოსთან. ხო, მაგრამ იქ მარტო ვიქნები რა. ეჩა და კახასად მიდის? კახა ნატოსთან გადადის. ხელი მოაწერეს? აი დედა რა ხელი მოაწერეს, პროსტა გადადის. ხო, კარგი. აბა მარტო იქნები შენ? ხო. რანაირად დედა?
რავი, ჩვეულებრივად დედა თაკო დარჩება ხოლმე ზოგჯერ. თეთქო მარტო როგორ უნდა იყო? ან საჭმელს ვინ მოგიმზადებს, ან სარეცხს ვინ დაგირეცხავს? დედა საჭმელს მოვამზადებ მე თვითონ და სარეცხს გარეცხავს მანქანა. ვიცი მე შენ მომზადებული. გადახვალ ხა სენდვიჩებზე და პიცებზე. კაი გეხვეწები რა. ჩემი ჩემოდანი მინდა და სად არის? ოთახშია. ყველაფერი მიგაქვს? ხო რავი, რაც ჩემეტევა წავიღებ. დე, გადმოდი რა. და ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა. დედა, რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ მაგაზე? გამარჯობა სალი. გამარჯობა. ხო. წავედინე. კარგი, დაგაგვიანდება? ასე 2 საათი. კარგი. დამირეკე ხო? ნახო. კარგი. ძალიან მტკენ დედა გულს. კაი რა დედა. ხო უთხარი გამარჯობა. ხამას გამარჯობა ქვია? კაი, გთხოვ მომეხმარე რა რაღაცების წაღებაში. ხვანუკა. ნაშვაბი. რა ვიცი არ ვიცი სამსახურში ვარ შენ? რავი, აუ რაღაც მეკითხავა. ხო, აბა ეხა ისე არ დამირეკავდი შენ. აუ, იალოქრო რა ჩამოდის ხა იცი. ვიცი და ბილეთები გინდა ხო? ხო, 2 წელი მარტო. ორი რა თქინდა ვის ერთად მიდიხარ? ო, მიშავი? არ მეუბნები ეხა ვის ერთად მიდიხარ. მეგობართან. კაი გიშომ. აუ, უჭოლი? უჭოლი. აუ, ძალიან მიყვარხარ. მეც, მიდი გოც. დაშვები? არაფშენ? რა ვიცი არაფერს. სიურპრიზი მაქვს შენთვის. მეც. ჯერ შენ დაიწყე მაშინ. მინდი ჯერ შენ. არა, შენ მითხარი. ჯერ შენ. მაგარია. ძლივს ვიშოვე, ძლივს. დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი იქნება. აუ, ძალიან. შეინახე რა დაიკარგოს რა. შენ რა სიურპრიზი გაქვს? მე არაფერი ისე. აუ, მითხარი რა. აუ, ჩატემ ჩამოგიტანა საჩუქარი, უბრალოდ არ ვიცი ჯერ რა არის. ნეტა რა უნდა იყოს. ხო, არ მეუბნება არცმენა. ისე კაი იქნებოდა აქ რო იყოს, წამოვიდოდე კონცერტზე რა. ხო. ჩვენ რა ვქნათ? წავიდეთ კინოში. აუ, არ გადის დღეს კაი ფილმები რა. მე შეფასდა გავუსეინოთ. ოღონდ ცოტა ხანი აქვს, ხო და მე გავუსე. ხო, ძალიან გამიხარდა. ხო, იცი რამდენი ვიწვალე. აბა გისმენთ. ქალბატონო ნათელა. ჩემ გოგოსა უნდა წასვლა საზღვარგარეთ. შენთან მოვედი, იმიტომ რომ დავეხმარო. ვიცი რომ ამის გამოცდილება გააქვს. რაზე მიდიხარ შვილო? სამუშაოს დაწყება მინდა. აქ ვერ ვიშოვე ვერაფერი და აქ რას იშოვი შვილო? აი ვისო ქვეყანა ნაძირლებით. ამ პატიოსანი ბავშვებისთვის კიდე აღარაფერი დარჩა სამსახური. იცით რა გვინდა კიდე? აი რომ თურქეთიდან საბერძნეთში გვინდა რომ გადავიდეს. სამუშაოს იქ უფრო იშოვის. ჩემი გოგოსავით გინდათ, ხო? ზუსტად ამიტომ მოვედი თქვენთან. დედა ენაცვალო სამხელა იყო სულ რო წავიდა საბერძნეთში სამუშაოდ. დაქავდა. ცოტა კი იწვალა, მაგრამ დაუფასდა. სურათებს გაჩვენე. კიდე დამჭირდება ჩამოსვლა. კი, აუცილებლად. აი, ჩემი გოგო. იმე რა პირსახია, რა პირსახია. ბერძენი ბიჭები რიგში დგანან, მაგრამ ამას ქართველი ბიჭის გარდა არავინ არ უნდა. მეტი საქმე არ არის, იმათ თავი გაუყადრო სამნაირმა გოგომა. რას ლაპარაკო? მოკლედ, პასპორტს გაგიკეთებთ, საბუთებსაც გაგიკეთებთ და ამას ცოტა თანხა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენი თქვით. კი ბატონო, ოღონდ ერთი. ძალიან აკითხოთ, სანამ არ წავა. არავინ არ უნდა გაიგოს ეს. კავალი ხლა მე დავრეკავ და მალე მოვა. სპორტში. ბაბო, ხო ვიშოვით ფულს. ბაბო. გენაცოლოს ბაბო. ნუ ნერვიულო. მე ყველაფერს მოვაგვარებ. შენ გაჩერდი, დაწყნარ. მოიწმინეთ ეს ციცით.
თქვენი მოსაწოვი თუ შეიძლება. მე მოსაწოვი საერთოდ არ მაქვს. მაშინ ვერ შეხვალთ. ბატონო! დახურული ღონისძიება. და მოსაწოვის გარეშე ვერ შეხვალთ. ხო, მაგრამ მომისმინეთ ერთი წუთი, დამრჩა თქო გეუბნებით, ეხლა სახლში მივუბრუნდა სახლში დაგჭა. მაშინ სახლში მიბძანდით. რა პრობლემაა? უკაცრავად. ვერ ვცნობთ. ვერა? ალო, სათხარ გოგო. რა და ამივეწე ვარ თუ მოსული და არ მიშვებს რა დაცვა ეს იდიოტი რა და მოსაწოვები არ გქონდა და არ შეგიშვებოდი ვიმესაც არ ეკე ეხა მიშველე დროზე რომ შემიშვან პონტი არ არის რომ შევიდე გავაფრე რავი მე ღადა ვშე ვიღაცა დიდის დაროვი ტიპია მე რა ვიცი კაი მოიცადე დაელაპარაკე ბატონო ხო კი გენაცოდე რა პრობლემაა ოპა შეიძლება? მოდი. ვიცოდი რომ სახლში იყავი და აღარ დავდეკე. საბას წინავს? ხო, ეხლა დაიძინა. ხო, ცუდია, მინდოდა ნახვა. კითხულობთ. მერე? რა უთხარ? არაფერი, არ ძალიან მეთქი. ლევან. ხო. უნდა ველაპარაკოთ მშვიდად, წყნარად, ჩხობის გარეშე. ისე რომ მგონია. არ ვიცი რა დამემართა იმას. ფარავშას მეც ავღალდი ხდება ხოლმე. ძალიან გაუბრაზდი იმაზე რომ დამემალე. ვიცი არ უნდა დამემალა, მაგრამ არ მინდოდა რომ მე ნერვიულე, თან ვიფიქრე ერთხელ მაინც შევძლებდი ადამიანურად ლაპარაკს. ეხლა ხვდები რომ აზრი არ აქვს. აზრი რო არ აქვს, მაგას დიდი ხანია ხვდები, მაგრამ რა? არ ჩვენ არ გამოგვივა არაფერი. რატო? იმიტომ რომ თავს არ დაგვანებებს გესმის. სანამ რომელიმეს რამეს არ დაგვიშევებს, არ მოგვეშვება. კიდე ნახე ხო? რატო ნახე? თვითონ მოვიდა. რა უნდა რა? რატო არ გვანებებს თავს? რომ გიჟია ავადმყოფია. და რა გავაკეთოთ? ავადმყოფის შკუაზე ვიაროთ? და რამდენი გამოჩნდება, იმდენი დავშორდეთ ერთმანეთს? დროებით უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. და მე არ მიშლის ეგ კაცი არაფერში ხელს და ვის ვემალებით? რას ვემალებით? გამაგებინე რა. ლევან, ბევრი ვიფიქრე და არ მეღირს რა. რა არ გიღირს რა? ჩვენი ურთიერთობა არ გიღირს? მირჩევნია მშვიდად ვიყო და არ მაშინოდეს. და რისი გეშინია ხო შენთან ერთად ვარ? მირჩევნია მარტო ვიყო. როდემდე? მანამდე სანამ რამე არ შეიცვლება. საბასაკოცი ჩემოგივლით. ქშია? არ გვაქვს არაფერი. რა ქშის შენ ასახე ჩამოგდირისა? არაფერი, რუსთანს ველაპარაკე. ო, მერე უთხარი? არა, იცოდა უკვე. საიდან იცოდა? არ ვიცი, ალბათ ვიკა მომთხრა რა. ხო, რა მოხდა მე? მაინც უნდა გეთქვა 2-3 დღეში და ეხა რა მოხდა? რა ვეწყინა? ეწყინა, ხო, არ შემიჩნია, მაგრამ ეწყინა, სხვისგან არ უნდა გამეგო.
ხო, კაი, რა მოხდა ეხა? ეწყინა და ეწყინოს შენ კიდე რა. საზე რას ნიშნავს ეწყინა და ეწყინოს? გამოგებინე, ხალი არის გადაყოლილი ჩემზე. კარგი რა, მე თუ მკითხავ ძალიან სწორად მოიგეცი შენ და თუ გადაყოლილია შენზე და თუ ძალიან უყვარ ხარ, მაშინ გაიგებს რომ ესე უკეთესია შენთვის რა. გაიგებს არა, გაიგო, უბრალოდ მე ვგრძნობ თავს ძალიან ცუდად, ვერ ხვდები? ნუ კაი არა, მაშინ კაცო. მოგბრძანა ქალბატონი. რა ელენე? რა და გრძელიანა რო გაქვს ის? გააფრინე შენ. რატო უთხარი მაინტერესებს რუსუნა სალონის ხმბავი რა? მე? ხო აბა ვინ? შენს გარდა არავინ არ იცოდა. მე არ მithქვამს, რატომ მობრალე? მე არ მithქვამს და ზაზას არ უთქვამს. აბა საიდან გაიგო? მითხარი რა. არა, გეუბნები რომ მე არ მithქვამს თქო. იმ დღეს ნენესთან რაღაცას ყვებოდი და ალბათ იმან უთხრა. ნენეს უთხარი? ხო. და ისე ჯობდა რომ ესე საქვეყნოდ გამოგეცხადებინა. შენ საერთოდ ხმას როგორ იღებ, ელენე? მთელი კვირა შენ საქმეს მევაკეთე და გაწყვეტილი ვარ წელში და ესე მიხდი სამაგიერო? რა ჩემს საქმეს შენაკეთებ? ერთი რას მამადნი ძალიან მაინტერესებს. როგორც შენ ზიხარ მთელი დღე სალონში და ჭორაობის მეც არაფერს არ აკეთებ. შენ რას აკეთებ ძალიან მაინტერესებს. იმ დღეს გეუბნები ვისხედით თქო და რაღაცა სიტყვას მოყვა ალბათ. ხო და სიტყვას რომ მოყვა ის ქალბატონიც მიბრძანდა და უთხრა რუსუდას. ვერ ხვდები? კარგი მორჩით ხო? ნენეს ბრალი ყოფილა. ახლა მაგას უნდა დაჭამოთ ერთმანეთს. შენი საქმე არ არის რა. შენ რო არ აგეტეხა ეს ამბები არც არაფერი მოხდებოდა რა. აწი გეტყვი კიდე რამეს. აი დარდი რა. რას მიყურებ? იო, მალე დავიდე ხო? გეჩქარება სადმე? კაი სიტუაციაა რა. შერჩები? არა, ზუსტად დამილება. შეიძლება მოვიდეთ და მე დავჭერა. კარგი და შენ ვიყო ჩვენთან? არა, ძალიან დავიღალე. მე თან ხალხ სამსახურში მივდივარ ხო გარსოვის. ეგ აღარ მახსოვს. და მანჩომ რო დაგირეკო. ახალ ისე სამსახურში? არა, არ არსებობს. არა, წენამ კი გამიარა, მაგრამ ერთ და იგივე ადგილზე ძალიან მეზარება. პრინციპში როდემდე უნდა იყოს მინდანი რა. აი, რა შუაშია გიორგი? რამდენჯერ უნდა ვილაპარაკოთ ერთ და იგივეზე? თან რა ეხავს მიტანობა? ოკეი, ეგ არ მიგულისხმია რა. თან მილიონჯერ გვაქვს ამ თემაზე დავაპარაკეთ წელში, ხო? კი, რამდენჯერ? მაშო. გამარჯობა. კარგად, როგორ ხარ? დიდი ხანია ხარ? არა, ძალიან ცოტა ხანია. მე შემთხვევით დაგინახეთ. ჩემი მეგობარი ორგანიზატორი. რა? შენ როგორ ხარ? რა ვიცი, თუ გადაღებები მაქვს და იცოდი გადავიღე. ატოსთანაც ვეღარავედი. ხო, არც მე არ ყოფილა დაბადებისთვის მერე. არც ეყავს? აუ, გიოს არ მიყვარს ცეკვა და. რა იყო დედო მიდიხარ? არა. ხან როცა მიდა სამსახურში მაშინ მივალ და დავრჩები. აუ, ხო რა იყავით, რა იხა მოდის ხალხი. ერთი ნაცნობი დავინახე ძველი რეჟისორია ტვინით დამეღონა გადაიღო ფილმში და თან უნიჭოა და მე დრო არ მაქვს და თვალი ავარია. პირად მაგრად ნადირობენ რეჟისორები შეძე ხო? აუ ხო ძალიან დეფიციტია მსახიობების და ხო მე ვაშე პირიქით ვფიქრობ. ყოველი მეორე მსახიობი არა? ხო, მაგრამ ეხა ყოველ მეორე მსახიობს სახიობდა. შეიძლება